ხო, საიდან დავიწყოთ? პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ წესრიგში ჩვენი სხეული. თუ ჩვენ სხეულში რაღაცა გვაწუხებს, გვტკივა, ან უბრალოდ რაღაცა მდგომარეობა არის დამძიმებული, ამ შემთხვევაში ჩვენი სხეული ყველაფერს ეცდება, რომ მთელი ენერგია, მთელი ჩვენი ყურადღება გადაიტანოს ამ ტკივილზე. ან არც ერთ შემთხვევაში არ გაგვიშვებს სხეული, თუ ის სრულიად არ არის ჯანსაღი. ანუ ვერც საქმეს ვერ გავაკეთებთ, კი შეიძლება ვაკეთებდი კიდევაც, ვაძალებდი კიდევაც ჩემ თავს ტკივილებში მეკეთებინა საქმე, მაგრამ საქმე გამოდიოდა შესაბამისი. ტკივილით გაკეთებული საქმე, ეს არის ტკივილით გაკეთებული საქმე. რა თქმა უნდა, არ მიდიოდა არაფერი, მთელი ენერგია უბრალოდ მიდიოდა ამ ტკივილის რეალურად მოშვებაზე და საქმისთვის აბსოლუტურად აღარაფერი აღარ რჩებოდა. შესაბამისად, თუ რაღაცა 100%-დან ტკივილს მეაქვს 95% და შემდეგ ურთიერთობებს საქმეს უთმობთ იმ დარჩენილ რაღაცა გამოწურულ 5%-ს, ეს ცხოვრება არ არის, ეს არ არის წარმატებული ცხოვრება, ამით კარგად ვერ ვიგრძნობთ თავს და შესაბამისად ყველა სფეროში აბსოლუტურად გვექნება გარღვევა. პირველ რიგში სხეული, ანუ თუ რამე ფიზიკურად შემიძლია მე ჩემს სხეულს და სხეული აუცილებლად გვაძლევს მინიშნებას, თუ რაღაც ტკივილები გვაქვს, ესე იგი რაღაცა არაჯანსაღ საკვებს ვიღებთ, ან არაჯანსაღ ნივთიერებას ვიღებთ, რომელიც რეალურად აუცილებლად ჩასახსნელია. ან შეიძლება უბრალოდ ფიზიკურად არ ვართ აქტიურები და ასე შემდეგ. შემდეგ აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა. და უკვე ამის მერე გადავდივართ გონებაზე მუშაობას. სულიერი მდგომარეობა არის გრძნობები, ანუ აუცილებლად მე უნდა დავარეგულირო ჩემი გრძნობები. თუ არ შიში, ბრაზში, წყენაში, აუცილებლად უნდა ჩავართო ცნობიერი და ჩემი ცხოვრება გავხადო უფრო მოსიყვარულე, უფრო მადლიერებით სავსე და სიხარულით სავსე. სხვადასხვა სულიერი პრაქტიკებით და ლოცვით და ასევე მედიტაციით, ანუ არსებობს უამრავი სულიერი პრაქტიკა, რითიც შეგვიძლია რომ სულიერი მდგომარეობა დავიბალანსოთ. უკვე ამ ორი გაწონასწორებული საგნით ჩვენ შიგნით უკვე მივდივართ თამამად გონებაზე მუშაობით. გონებაზე მუშაობა არის აზროვნებაზე მუშაობა, რაც საკმაოდ რთული და დიდხნიანი პროცესია. ძველი რწმენა დაჯერებების ამოყრა, ძველი სხვადასხვა პატერნების, ჩვევების, სტერეოტიპების, ეს ყველაფერი ინახება ჩვენს გონებაში, ჩვენს ქვეცნობიერში და ეს ყველაფერი თუ ცნობიერი მუშაობით გონებაზე არ გავასწორეთ, არ აღმოვხარით, არ ამოვძირკვეთ ჩვენი გონებიდან ნეირონული კავშირების დონეზე ჩვენ კარგად ვერ ვიგრძნობთ თავს. რადგანაც რეალურად ქვეცნობიერით ვიმართებით. ამიტომ სრულიად კარგად რო იგრძნოს ადამიანმა თავი, აუცილებლად პირველი უნდა მოიყვანოს წესრიგში თავისი სხეული, მეორე სულიერი მდგომარეობა და უკვე ამ მოძლიერებული ძალით შეუძლია რომ უკვე გონებაზე იმუშაოს. მიყვარხართ, მადლობა რომ ისმენთ.